და ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის ფონდ ქართული გალობის მხარდაჭერით ჰამლეტ გრონაშვილის განახლებული DVD ალბომი გამოვიდა. ალბომი ორი კომპაქტური დისკისგან შედგება. ალბომის პრეზენტაციას ფონდის საბჭოს წევრი ანზორ ერქომაიშვილი, სამების საკათედრო ტაძრის გალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყოლა გრონაშვილი და ჰამლეტ გრონაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ მომღერლის 85 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი კონცერტი 28 სექტემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. ჰამლეტ გრონაშვილი უდიდესი მოვლენა იყო საერთოდ ქართულ ფოლკლორში, ქართულ ხალხურ სიმღერაში და მან დაამკვიდრა სპეციალური სტილი, განსაკუთრებული უჩვეულო სიმღერა, რომელიც მანამდე ალბათ არავის არ გაუკეთებია. ანსამბლ რუსთავში 17 წელი დაჰყო, ახლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და მე მოწმე ვიყავი უდიდესი წარმატებებისას, სადაც ჰამლეტ გრონაშვილი გამოდიოდა. სიკეთით და რაღაცნაირად მაქვს, რომ 28 წელი გავიდა ჰამლეტის გარდაცვალებიდან და მის მიმართ სიყვარული მოწიწება, პატივისცემა ჯერ კიდევ კი არ გამქრალა, პირიქით ძლიერდება.